ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ ის ცნებები, რომლებიც საფუძვლადოდებს IUCN-ის წითელი ნუსხის კატეგორიებსა და კრიტერიუმებს. თავდაპირველად ვიხილავთ ამ ცნებათა ჩამონათვალს და შემდეგ განმარტავთ თითოეულ მათგანს. როგორც კატეგორიებზე საუბრისას გითხარით, ახაც მინდა აღნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა. ამიტომ მე მართალია სლაიდზე მოცემულია, მაგრამ მაინც წავიკითხავთ კიდეც ამ როგორ ჟღერს ეს ტერმინები ინგლისურად და მოგაცვით მათ ქართულ შესატყვისებსაც. ეს არის პოპულაცია და პოპულაციის რიცხოვნობა, population and population size. ქვეპოპულაციები, subpopulations, mature individuals, ზრდასრული ინდივიდები, generation length, თაობის ხანგრძლივობა, reduction, პოპულაციის რიცხოვნობის შემცირება, continuing decline, უწყვეტი კლება, extreme fluctuations, უკიდურესი მერყეობა, severely fragmented, უკიდურესად ფრაგმენტირებული, extent of occurrence, გავრცელების ფარგლები, area of occupancy, დაკავებული ჰაბიტატის ფართობი, location, ლოკალიტეტი, quantitative analysis, რაოდენობითი ანალიზი. განმარტოთ პოპულაცია და პოპულაციის რიცხოვნობა. პოპულაცია გახლავთ მოცემული ტაქსონის ინდივიდთა სრული რაოდენობა ამ ტაქსონის გავრცელების გლობალურ არეალზე, ხოლო პოპულაციის რიცხოვნობა მხოლოდ ზრდასრული ინდივიდების რაოდენობით განისაზღვრება. პოპულაცია არის მოცემული ტაქსონის პოპულაციის შიგნით ინდივიდთა გეოგრაფიულად თუ სხვაგვარად ურთიერთგამიჯნული ჯგუფები, რომელთა შორის დემოგრაფიული მიმოцкვა მცირეა, მაგალითად არ აღემატება ერთ წარმატებულ მიგრანტ ინდივიდს ან გამეტას წელიწადში. აქ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ის, რასაც ჩვენ აქ პოპულაციას ვუწოდებთ, აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო პოპულაციის სახელწოდებით. ხოლო თვით ტერმინი პოპულაცია IUCN-ის წითელი ნუსხის მეთოდში განსხვავებულ შინაარსიძენს, ჩვენთვის აქამდე ცნობილისაგან განსხვავებულ შინაარსიძენს და როგორც ვთქვით, გულისხმობს მოცემული ტაქსონის ინდივიდთა სრულ რაოდენობას ამ ტაქსონის გავრცელების გლობალურ არეალზე. ზრდასრული ინდივიდი გულისხმობს რეპროდუქციის უნარიან ინდივიდს და ამგვარ ინდივიდთა არსებობაზე თუ მათ რაოდენობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ როგორც უშუალო დაკვირვების შედეგად, ისე მათემატიკურ გაანგარიშებაზე დაყრდნობით და ასევე აზრი გამოვიტანოთ ამ ინდივიდთა არსებობაზე თუ მათ რაოდენობაზე იმავე კატეგორიის ცვლადებზე დაყრდნობით, რაც ჩვენთვის საინტერესო ცვლადია. ანუ პოპულაციის ინდივიდთა არსებობა თუ მათი რაოდენობა. ამ სლაიდზე ილუსტრირებულია ის ცნებები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და აქ ჩვენ ვხედავთ პოპულაციას, ანუ მოცემული ტაქსონის ინდივიდთა სრულ რაოდენობას მისი გავრცელების გლობალურ არეალზე. ეს არის პოპულაციის რიცხოვნობა, რომელიც, როგორც ვთქვით, მხოლოდ ზრდასრული ინდივიდების რაოდენობით განისაზღვრება და ხედავთ, რომ ზრდასრული ინდივიდები წითელი წრეებითაა შემოფარგლული. ეს კი ქვეპოპულაციებია. სლაიდის მარჯვენა ზედა კუთხეში ორმხრივი წითელი ის არის, მიგვითითებს იმაზე, რომ მართალია ეს ჯგუფები ინდივიდებისა სხვადასხვა ნახევარკუნძულზეა და ერთი შეხედვით ურთიერთგამიჯნულია, მაგრამ როგორც ჩანს, მათ შორის რეპროდუქციული მიმოцкვა საკმაოდ მაღალია და ამიტომ ისინი შეიძლება ერთ პოპულაციად მივიჩნიოთ. მომდევნო სლაიდზე არის უკვე ფაუნის შემთხვევაში ანალოგიური მაგალითი, აქ ხედავთ პოპულაციას, ხედავთ პოპულაციის რიცხოვნობას და ხედავთ ქვეპოპულაციებს, რომლებისგანაც პოპულაცია შედგება. ახლა განმარტოთ თაობის ხანგრძლივობა. თაობის ხანგრძლივობა არის ამჟამინდელი კოჰორტის მშობელთა საშუალო ასაკი, კოჰორტა პოპულაციაში ახლად წარმოქმნილ ინდივიდთა ერთობლიობას გულისხმობს. თაობის ხანგრძლივობა, რა თქმა უნდა, აღემატება იმ ინდივიდთა ასაკს, რომლებსაც ესესაა დაიწყეს გამრავლება და ნაკლებია იმ ინდივიდთა ასაკზე, რომლებმაც გამრავლება ახლახანს შეწყვიტეს. ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ ის ტაქსონები, რომლებიც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან. თაობის ხანგრძლივობა ასახავს პოპულაციაში გამრავლებად ინდივიდთა წრებრუნვას, წრებრუნვის სიჩქარეს. თაობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ცნებაა იმ კრიტერიუმებისათვის, რომლებიც დროში განსაზღვრულ რაოდენობრივ წყობილებს ეყრდნობა. ეს
ცნება, ანუ თაობის ხანგრძლივობა ერთგვარი სკალა ამგვარი რაოდენობრივი ღრუბლებისათვის და გვიჩვენებს ტაქსონთა გადარჩენის თუ მათი რეპროდუქციის სიჩქარეს. როდესაც თაობის ხანგრძლივობა ამა თუ იმ საფრთხის გავლენით იცვლება, აუცილებელია თაობის ხანგრძლივობის ის მაჩვენებელი შევარჩიოთ, რომელიც მაქსიმალურადაა მიახლოებული ნორმალურთან. ანუ იმ პირობებთან, როდესაც ტაქსონზე საფრთხე არ მოქმედებს. განმარტოთ პოპულაციის რიცხოვნობის შემცირება. პოპულაციის რიცხოვნობის შემცირება ამ შემთხვევაში გულისხმობს პოპულაციის რიცხოვნობის შემცირებას სულ მცირე იმ პროცენტით, რომელიც მოცემულია პირველ კრიტერიუმში A დროის იმ შუალედში, რომელიც ამავე კრიტერიუმით განისაზღვრება. უწყვეტი კლება ეს არის უკანასკნელ ხანს ამჟამად მიმდინარე ან მომავალში პროგნოზირებული კლება, რომელიც არ შეჩერდება თუ რაიმე შემაფერხებელი ღონისძიება არ იქნა გადარებული და ეს დასკვნას უწყვეტი კლების შესახებ ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ სანდო ინფორმაციის საფუძველზე. უკიდურესი მერყეობა შეიძლება აღინიშნებოდეს როგორც პოპულაციის რიცხოვნობაში, ისე ტაქსონის გავრცელების ფარგლებში, ისე ტაქსონის ინდივიდთა მიერ დაკავებული ჰაბიტატის ფართობში და ისე მისი ქვეპოპულაციების რაოდენობაში. ეს გულისხმობს ამ აღნიშნულ პარამეტრთა მერყეობას საკმაოდ ფართო ფარგლებში, ამავე დროს სწრაფ და ხშირ მერყეობას. როგორც წესი, მერყეობის ამპლიტუდა ერთ თანრიგს უნდა აღემატებოდეს, მაგალითად, უნდა ხდებოდეს 10-ჯერადი კლება ან შემცირება. ეს იქნება პოპულაციის რიცხოვნობისა თუ გავრცელების ფარგლებისა და ასე შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც პოპულაციაში ინდივიდთა რიცხოვნობის მერყეობა გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება და ამ შემთხვევაში ეს ჩვენ რა თქმა უნდა უკიდურეს მერყეობად არ უნდა მივიჩნიოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსონის სასიცოცხლო ციკლში ერევა გარკვეული საფრთხე, რომელიც განაპირობებს ფაუნის წარმომადგენელთა შემთხვევაში კვერცხების, ხოლო ფლორის წარმომადგენელთა შემთხვევაში თესლის დაღუპვას და დაღუპვას მნიშვნელოვანი რაოდენობით, რითაც დროდადრო პოპულაციის რიცხოვნობა თუ მისი გავრცელების ფარგლები 10-ჯერ და მეტად იზრდება და მცირდება და ამგვარი ცვალებადობა, ამგვარი მერყეობა ამ პარამეტრებისა ხდება საკმაოდ ხშირად და სწრაფად, ხოლო მაშინ შეიძლება ვისაუბროთ უკიდურეს მერყეობაზე.